ჩემი თვალით დავინახე როგორ ჩაცვიდა ხალხი იმ სახურავებზე ზოგი ძირს ჩამოვარდა 22 წლის წინ ნანაც ამ პატარების მსგავსად მეგობრებთან ერთად ეზოში თამაშობდა, როცა მათი სიმყუდროვე საშინელმა ხმამ და მშობლების ყვირილმა დაარღვია. თუმცა ცნობის მოყვარეობის გამო არსად წასულა და იმ ტრაგედიის მომსწრე გახდა, რაც 1990 წლის 1 ივნის საბაგირო გზაზე დატრიალდა. ხელი დღე იყო ბავშვები ეზოში თამაშობდით რაღაცა ძალიან ესეთი საზარელი ხმა შემოგვესმა და რო ავიხედეთ ზემოთ საბაგირო მოქრო და დიდი სიჩქარით სწაული ხმა ქონდა ჯერ ვიფიქრეთ კიდევაც რომ ანძავარდებოდა ისეთი ხმა იყო რომ ხალხი კიო და წადით აქედანო ჩვენ ბავშვებს გვიყიროდნენ რომ ანძავარდება მაგრამ ნუ ანძა არ იყო და რო ვუყურეთ ცნობის მოყვარეობის გამო დავინახეთ როგორ გაიპო ეს ვაგონი შუაზე საბაგიროს, რომელიც ერთ-ერთ უსაფრთხო ტრანსპორტადაა მიჩნეული 22 წლის წინ 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გზავრების გადაყვანისას ზევით ამავალი ვაგონის საწევი ბაგირი გაწყდა. არ იმოქმედა დამჭერებმა. ერთი ვაგონი ქვედა სადგურის კედელს დაეჯახა. ხოლო მეორე საყრდენის ბუნიკს. ის დღე კარგად ახსოვს პაატა ვარდანაშვილსაც. გაწყვეტილი ბაგირი იმ ადგილას დაეცა, სადაც მამასთან ერთად მანქანას აკეთებდა. 16 წლის ბიჭმა რამოდენიმე დაშავებულიც გადაარჩინა. მას 1 ივნისი არასდროს დაავიწყდება. დეტალურად იხსენებს, როგორ შეასკდა ერთი ვაგონი ქვედა სადგურს და მეორე შუაზე გაიჭრა. ბევრი დაჭრილი, შეშინებული და დაღუპული. ეს ყველაფერი ეგრეთ წოდებულ რუსთაველის მოედან, თაწმინდის საბაგირო გზაზე ხდებოდა. დაზარალებულები სახურავებზე, ეზოებში და თაწმინდის ტყეში ვარდებოდნენ. მათ დახმარებას კი სასწრაფოების მოსვლამდე საკუთარი ძალებით ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა. შუაზე გაიჭრა ეს ვაგონი ამ პატარა ვაგონმა გაჭრა შუაზე და დავინახე როგორ ცვიოდა ხალხი გავხავდა თვითონ სასტრაფოება სანამ სასტრაფო მოვიდოდა ქუჩაშიო რუსთაველზე ვაჩერებდით მანქანას და თხოვდით რომ საავტომობილებში წაიყვანოთ სისხლიანი ხალხი საბაგიროს ტრაგედიამ ბავშვების სიცოცხლეც შეიწირა. მოზარდების ნაწილი ახალციხიდან ექსკურსიაზე ფუნიკულიორის დასათვალიერებლად იყო ჩამოსული. ტრაგედია, რომელიც 1 ივნის დაიწყო, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის წლების განმავლობაში გრძელდებოდა. სახლი, სადაც მაია ცხოვრობს, სიმბოლურ მემორიალად იქცა. ის იმ ეზოს ბინადარია, სადაც ერთ-ერთი ვაგონი სახლს დაეჯახა და სახურავი დააზიანა. საოცრებები ხდებოდა. აქ პანაშვიდები იყო, მთელი საქართველო მოდიოდა და ამ პანაშვიდებს ვიღებდით ჩვენ და 2 წელი თუ 3 წელი მე ეს გახეთქილი სისხლიანი ის აღარ ჩამოხსნეს. ტრაგედია მეორდებოდა ამ 2 წლის და მეტის განმავლობაში. ემოციურად იყო ძალიან რთული რაღაცა და ბებია იმდენად შეშინდა რომ გარდაიცვალა. ლუგინად ჩავარდა და ძალიან მალე გარდაიცვალა. ორი ხა ზემოთ რო აიხედავ და ხალხი ცვივა ფსიქოლოგიურად როგორი გადასატანია იმათთვის ვინც ეს განიცადა. ინჟინერი იური ნადირაძე საბაგირო გზების სპეციალისტია. მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე საბაგირო გზა დამონტაჟდა. 1990 წლის ტრაგედია კარგად ახსოვს. ტრაგედიის გამომწვევ ყველა მიზეზზე საუბარი არ სურს, თუმცა ექსპლუატაციაში დაშვებულ შეცდომებს მაინც აღნიშნავს. მიუხედავად სხვადასხვა ვერსიებისა, საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობების პრობლემა დაასახელა. თუმცა ნადირაძე კომისიის დასკვნას დიდად არ ენდობა და მათთან რამდენიმე პასუხგაუცემელი შეკითხვაც აქვს. გამწევი ბაგირის გაწყვეტის შემდეგ რატომ არ გაჩერდნენ ვაგონები? რატომ არ იმოქმედა დამჭერმა მოწყობილობა მზიდ ბაგირზე და ბოლოს რატომ არ ამუშავდა საავარიო მუხრუჭი? ამ კითხვების დასმა დღეს დაგვიანებულია. დასკვნის ავტორების უმეტესობა ცოცხალი აღარ არის. ეს იყო ძალიან დიდი კატასტროფა, ავარია და უბედური შემთხვევა, რაც კი საბაგირო გზების ერთ-ერთი დიდი ავარია. პირველი გარდაუვალია და ცნობილია ყველასთვის, რომ ექსპლუატაციას ჰქონდა უხეში დარღვევები, კერძოდ ნომერი პირველი ვაგონი, რომელიც ქვევით იმას სადგურს შეეჯახა, აი დაკეტილი იყო დამჭერები და იქ ყველა ვარიანტში ხალხი დაიღუპებოდა, გარდაუვალი იყო. რაც შეეხება მეორე ვაგონს, რომელიც მოტრიალდა, აი იქ დამჭერმა იმოქმედა და აი ის უკვე ცდება იმ ცოდნას, რაც დღეს საბაგირო გზებშია დაგროვილი. ანუ იქ საჭირო არის დამატებითი კვლევები და დამატებითი სამუშაოები. გამარჯობათ 1990 წლის ივნისის გაზეთები და თბილისელები და კომუნისტი.
დღევანდელ პრესაში ამოვლენების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა. გაზეთებიდან მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობაზე და ექიმების მაღალკვალიფიციურობაზე შეგიძლიათ გაიგოთ. გაზეთებში წერენ 1990 წლის 1 ივნისს თბილისში რუსთაველის მოედან თაწმინდის საბაგირო გზაზე ავარია მოხდა. არის მსხვერპლი, დაიღუპა 13 კაცი. მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი შესაბამის დახმარებას უწევს დაშავებულებს და დაჭრილებს. თუ რატომ მოხდა ეს ტრაგედია, ამის შესახებ კი არ საწერია. ოცდაორი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ დღესაც ძალიან ბევრს საუბრობენ. დღემდე გაურკვეველია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 19 ადამიანის დაღუპვის გამო. ამ ფაქტს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა. თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, 1 ივნისის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავარია იყო საბაგირო გზების ისტორიაში.